ესაა მე-14 კვირა ჩემი 6 თვიანი ტრანსფორმაციიდან და ბოლო 2 კვირა წონაში ვერ ვიკლებ. ვიკოსთანაც ვარჯიშობ. ასე თუ ისე ვცდილობ რომ ფიზკულტურის წყვევას მივუყვე და მეუღლის იოგურტსაც გიახლები. თუმცა წონა იგივეა. არც მომიმატია, მაგრამ არც ვიკლებ. ეს ფაზა საკმაოდ ცუდად მოქმედებს ჩემთვის. ესე თითქოს სხეულმა პაუზა დაიჭირა და გაიყინა. განცდა მაქვს რომ თითქოს საკმარის სარვაკეთი, რომ უფრო მეტი უნდა ვივარჯიშო და ნაკლები ვჭამო. მაგრამ ამ კვირაში ვიდეოს კეთებისას ისეთი რაღაცა შევამჩნია, რაც ამ 3 თვის განმავლობაში არ გამიაზრებია. ახალ ვიდეოში პერუს ამაზონში ვარ, სადაც 6 თვის წინ ვიყავ და ჯუნგლებში ვცდილობდი გადარჩენას 48 საათით. და მონტაჟში რომ ჩაუჭექი დავინახე რამდენად სხვანაირი ვარ ვიდეოში. ტყეში ნებისმიერ აქტივობა 5 წუთში მღლის. სადედის ყონაში ეს კიბე. მოძრაობა მიჭირს და ბევრად მოუქნელი ვარ ვიდრე დღეს. და მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში ეს არ მაწუხებდა და ასე თუ ისე კარგად ვართმევდი თავს, დღეს მსგავსი დატვირთვის კარდიოს ისე უკლავდები თითქოს არაფერი. სხეული ბევრად სწრაფად რეაგირებს, არც სუნთქვა მიჭირს და ფიზიკურადაც ძალიან შესრულია. საკუთარი თავის სხვა მხრიდან დანახვამ კიდევ ერთხელ მიმახვედა, რომ მე-14 კვირაზე როგორიც ვარ, ეს უკვე ძალიან შორსაა იმ ადამიანისგან, ვინც ამაზონში ვიყავ. წონა შეიძლება 2 კვირით გაჩერდეს, მაგრამ მე არ ვჩერდები. უფრო ენერგიული, უფრო გამძლე ხდები და ვერ მივცემ სასწორზე ციფრებს უფლებას, რომ პროგრესში ხელი შემიშოვოს.